საქართველოს მეორე 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. სნოუბორდისტები და მოთხილამურეები მთელი მსოფლიოდან მესტიაში ჩავიდნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადებიან, რომლის ჩატარებაც პირველ რიგში ამინდზეა დამოკიდებული. ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ილურიძე ამჯერად მესტიაში გაემგზავრა და მისგან გავიგებთ რა ხდება მესტიაში. ქეთი, მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით მესტიიდან, ჰაწვალის მთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მესტიაში მოგზაურობას არასდროს სჭირდება განსაკუთრებული მიზეზი, რადგან აქ ყოველთვის აღმოაჩენ ახალს, ძალიან საინტერესოს და უკან ბედნიერი დაბრუნდები, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო მნიშვნელოვანმა მიზეზმა გააერთიანა სრიალის და მთის მოყვარული ხალხი. თავზე ხელაღებულ ფრირაიდერებს საქართველო და მესტია უკვე მეორედ მასპინძლობს. ჩვენი ქვეყანა 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს გასულ წელს უმასპინძლა პირველად შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრად შეფასდა და შესაბამისად საქართველოს მსოფლიო რუკაზე როგორც ახალი მიმართულება კიდევ ერთხელ მოინიშნა. სხვადასხვა ქვეყნის რაიდერები ძალიან რთულ რელიეფზე გაუკვალავ თოვლში ისრიალებენ და ეს სახეობა სხვათა შორის მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. რატომ არის საამაყო სპორტის აი ამ სახეობის მასპინძლობა საამაყო და ზოგადად რას სთავაზობს მესტია და ეს კურორტი ზამთარში? დამსვენებლებს ამას გავიგებთ თის სააგენტოს ხელმძღვანელისგან ირაკლი ბურჭულაძესგან. ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მნიშვნელოვან ღონისძიებას შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ უმასპინძლებს, ხომ? მესტია ფრირაიდი, რომელიც ერთხელ უკვე ჩატარდა, როგორც ვახსენე, გასულ წელს. რატომ იყო მნიშვნელოვანი ზოგადად ფრირაიდის მასპინძლობა და რა მოლოდინებია წელს? სწორედ აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება არის. გასულ წელს საკმაოდ წარმატებით ჩავატარეთ. თელმა მსოფლიომ გაიგო, აი სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც არის ფრირაიდი. ფრირაიდერები არის დიდი სოციუმი მთელ მსოფლიოში, რომელმაც ასე ვთქვათ, სვანეთისკენ გამოიხედეს, დაინტერესდნენ სწორედ აი ამ ლანდშაფტით, რომელიც არის უნიკალური და დიდი პოტენციალი აქვს ის რომ ფრირაიდი აქ სწორედ ამ ადგილას და მთელ საქართველოში, არა მხოლოდ სვანეთში, ბევრად უფრო განვითარდეს. ხედავთ ჩვენ, რომ ვერტფრენები არიან მობილიზებული, ხდება შესწავლა რელიეფის და ძალიან ბევრი სხვა ისეთი დეტალია, რომელიც მასპინძლობაც ალბათ და თავის კარგად გართმევა არის მნიშვნელოვანი, ხო? აი რასთან გიწევთ შეჭიდება? დავიწყებ იქიდან, რომ ფრირაიდ ვოლტური თვითონ სწორედ ეს ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ყველაზე მაღალი კლასის ღონისძიება, რომელიც არის ფრირაიდ ვოლტურის ოჯახში, იმიტომ რომ იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად და ეს არის ყველაზე მაღალი კატეგორია. მსოფლიოს საუკეთესო 53 სპორტსმენი მონაწილეობს. შესაბამისად არის ყველაზე რთულ და საინტერესო რელიეფზე, ასე ვთქვათ, შერჩეული, სადაც საორგანიზაციო ნაწილში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები, სირთულეები, მუშაობთ რამოდენიმე ტექნიკით, ვერტფრენით, ასე ვთქვათ. ვერტფრენები სხვადასხვა მიმართულებით არიან ჩართულები რა, ზოგი არის ლოჯისტიკის მიმართულებით, ზოგი არის სამედიცინო მიმართულებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მთაზე ყველაფერი ყოველთვის იცვლება. ამინდზე არის ხო ბევრი რამე? ამინდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს ფანჯარა, რომელიც არის ერთკვირიანი ფანჯარა, არის იმისთვის, რომ ყველაზე სწორ, ყველაზე საუკეთესო დღეს ჩავატაროთ. კადრებისთვის, იმისთვის, რომ რაიდერებს არ გაუჭირდეთ, ასე ვთქვათ, ხილვადობა, ან მსგავსი სხვა გამოწვევები, ამიტომ ამინდი ძალიან მნიშვნელოვანი არის მთაში, რომელიც არის ცვალებადი, რომელსაც ვერ გათვლი. რა ხდება სვანეთში? გარდა იმისა, რომ აი აქ შეიკრიბებიან ზუსტად ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება ის ადამიანები, ვისაც უყვარს სპორტის ეს სახეობა და აკვირდებიან, გაიცნობენ თუნდაც უცხოელ სპორტსმენებს, სხვა რა გვხვდება ჩვენ მესტიაში და კურორტი რას თავაზობს? ფრირაიდის პარკლებში, სწორედ ამ ფანჯრის პარკლებში შევცდილობთ, რომ მაქსიმალურად სვანეთი იყოს აქტიური, იმისთვის, რომ ის ვიზიტორები, რომელიც ჩამოდიან, ესწრებიან ფრირაიდს, ასე ვთქვათ, ისიამოვნონ დაბაში, სხვადასხვა ადგილებში. მიმდინარეობს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გიზგიზი, რომელიც არის ტრადიციულად ღონისძიება, რომელიც ტარდება სწორედ ფრირაიდის პარკლებში, მსოფლიო თასის პარკლებში. წინა წელს ეს ვიხილეთ აქტიურად, წელსაც იგივე სერიას ვაგრძელებთ. არის სხვადასხვა კიდე აქტივობები, აქ არის მუზეუმში აქტიურად დადის ეს ხალხი და ბევრი ტრასა ხო, სადაც შეუძლიათ სრიალი. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც MTA უკვე თავიდან ბოლომდე ჩვენი კომპანია არის ჩართული, ტრასები, ორი საკურორტო ზონა, რომელიც არის
რომელიც არის ჰაწვალი, რომელიც არის თეთრნუდი და შეუძლიათ ვიზიტორებს მოვიდნენ ისიამუნონ დატკნეს სწორედ და თან პარალელურად იხილონ ჩემპიონატ. პირდაპირ ტრანსლაცია მიმდინარეობს. შემდეგ ეს კადრები არასდროს არ ჩერდება და ფრირაიდი როგორც კი ჩატარდება, სოციმედია ფეთქდება და ესე არის, რომ ჯამში 6-ვე ტურზე Freeride World Touris ამ დიდ ტურზე 300 მილიონამდე ადამიანს მოიცავს დაფარვას აკეთებს სწორედ ეს ღონისძიება. თუმცა ეს 4 წელი საკმაოდ ის დიდი პერიოდია, რომ განვითარდეს, მოინიშნოს პირველ რიგში საქართველოს მსოფლიო რუკაზე, ბევრად უფრო ცნობადობა აიწიოს და ასევე სპორტის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ დაინტერესება სვანეთში დაინტერესება გუდაორში, ყაზბეგის არეალში საკმაოდ დიდი არის. საკმაოდ დიდი ჩართულობა არის ახალგაზრდების კუთხით, იმ ახალი თაობის კუთხით, რომელიც მოდის და ჩვენ პარალელურად ვაკეთებთ სხვადასხვა კვირეული ღონისძიებებს, რომელიც არის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც არის ორი ვარსკვლავი, სადაც სწორედ ჩვენ სპორტსმენებს შეუძლიათ, ან პოტენციურ სპორტსმენებს შეუძლიათ ჩაერთონ და განვითარდნენ ასე ვთქვათ ამ სპორტში. და ქართველი სპორტსმენი ახსენეთ და უცებად უნდა ვახსენოთ ჯაბას ხედიანიც, რომელიც მეორედ მონაწილეობს ფრირაიდის ჩემპიონატში და რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებს და გარდა ამესტისა, რა ხდება გუდაურში, რა გველოდება? ჯაბას ნამდვილად წარმატებები უნდა უსურვოთ, საკმაოდ კარგი ათლეტი არის, წინა წელს მიიღო მონაწილეობა, წელსაც იღებს. ეს არის ის სწორედ ბარათი, რომელსაც ჩვენს გვაძლევს ეგრეთ წოდებული wild card-ი, რომელსაც გვაძლევს Freeride World Touris წარმომადგენლები, იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენმა მოტივაციისთვის, სწორედ სხვა ათლეტების მოტივაციისთვის გამოვიდნენ. ჯაბა იყო საუკეთესო, ამიტომ მოხდა წინა წელსაც და წელსაც wild card-ში. რაც შეეხება გუდაორს, ვატარებთ 2 მსოფლიო თასს სკიკროსში და სნოუბორდ კროსში, 28 თებერვალი 1 მარტი იქნება სკიკროსის ღონისძიება და შემდეგ უკვე 8-9 მარტი იქნება სნოუბორდ კროსის ღონისძიება. ეს არის გუდაორში, ახალი გუდაორის არეალში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მოკლედ ასე ის გადაგვჩენია რომ დაველოდოთ ფრირაიდის ჩატარებას და ვნახოთ ექსტრემალური ასპარეზობა სწორედ რაიდერების, რასაც უკვე თქვენ მოგვიანებით აუცილებლად ნახავთ იმედის დღის რეპორტაჟში. ძალიან დიდი მადლობა ქეთის ირაკლის წარმატება ვუსურვოთ ქართულ ათლეტებს და ნამდვილად საოცარი არის სვანეთი განსაკუთრებით მათთვის ვისაც უყვარს ზამთრის სპორტი სრიალი იმიტომ რომ შენ ასეთებს მიეკუთვნები და იცი ყველაფერი ხო ასეთებს ნუ მეტნაკლებად მივეკუთვნები დიდი ხანი აღარ და ვეღარ მისრიალია სამწუხაროდ მაგრამ ნამდვილად ეს არის 64 დედამიწაზე როგორც ამას ამბობენ ხოლმე და ასევე საოცარი არის